მოგესალმებით მეგობრებო და თქვენ წინაშია ერთ-ერთი ურთულესი ისტორიული სტრატეგია Paradox Entertainment-ის სტრატეგიებიდან ჯვაროსანი მეფეები მეორე ნაწილი არც ერთი ეს სტრატეგია კიდე ძველი რომი კიდე პირველი ჯვაროსანი მეფეები კიდე მესამე ჯვაროსანი მეფეები კიდე ფოლადის გულები ჰიარცო ფაირონი პირველი მეორე და მესამე გინდა ვიქტორია, გინდა ევროპა უნივერსალი, რაც ამათმა გამოუშვეს და შექმნეს. ამაზე რთული არ ყოფილა, იმიტომ რომ თამაში ნებისმიერ დროს შეიძლება ნებისმიერი რაღაც მოხდეს. ეხლა მე მოვახერხე იმპერიის შექმნა, ძალიან ბევრი ტიტული ვენეციის იმპერია, ბალკანეთის და დაკიის და რუმინეთის და პოლონეთის სამხრეთი ნაწილი დაკავებული მაქვს იტალიის ძალიან დიდი ნაწილი და ამ კონკურენციას უწევთ ხლა უკვე. წმინდა რომის იმპერიას, რომელიც დეგრადაციის გზას გადასცის და აღმოსავლეთში აქვს ბიზანტიის იმპერიას. და ეს არის ამისი ვასალი. ეს არის თამაში, რომელშიც ვერასოდეს ვერ გააკეთო, ყველაფერს რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყველაფერი დაკარგო, რომელშიც აია სკილებს სკილებიდან დაწყებული ტიტულების დათვალებული ყურადღება უნდა მიაქციო ყველაფერს და ყოვლის მომცველია აგებული ჩვენი დიდი დოჟი პრინცეპსი ლეონარდო გალბაოს გვარით თამაშობ ძირითადად ეს არის აწყობილი არა ქვეყნების ან წმინდა ქვეყნების ან როგორც მაგალითად იმაშია total war-ია უბრალოდ რო ვითხოვთ და მიდიხარ იქაც კი არის რაღაცა შედაგან გაპირისპირებები და რაღაცეები მაგრამ მაინც ვითხოვთ და პირდაპირ მიდიხარ მაგრამ აქეთი არ არის აქეთი შეიძლება რომ აგერ ვასალები ყავდა ისინი აბიჯანი წავიდნენ და რაღაც საშინელებები აკეთებდნენ და ეს მაგალითად უკვე დავასვლა სადაც ვარია 13,000 გრადია 18,000 საკმაოდ კარგი მონაცემი შეგვიძლია უკვე იმპერიის ტიტული როცა მიღებული მაქვს ტერიტორიას გაერთიანებული უკვე ეს და რამდენად გენდობებას და იქნება თქვენთვის საინტერესო მე ხარ მნიშვნელოვანია ამას უბრალოდ გაჩვენებთ ეს ჩემი გამოღვაწარი რაც არის და ეგ მაინტერესებს რამდენად კარგი იქნება რომ ერთი კამპანია დავიწყო ნებისმიერი ლორდით ან პატარა დოჯით ან თავადით ან უბრალოდ კიდევ თუ ვიდათ იმპერატორით და შევასრულებელი ბიზნესი რომის იმპერიის მაგალითად ბიზანტიით როცა იწყებს შეგიძლიათ რომის იმპერიის რესტავრაცია და ყველა თავისი ისაა თამაში შეიძლება აი რუკა როგორც ხედავთ ძალიან დიდი თამაში შეიძლება ნებისმიერი არის ტიბეტში, ინდოეთში, არაბეთის აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ჩრდილოეთში არის ყველაზე სუსტი ტერიტორია ფინეთი, కానీ ისლანდიაში რაღაც. ესაც საინტერესო იქნება ამით თამაში. ასევე ლოჯისტიკას აშენებ ქალაქებში რაღაც შენობებს, პორტებს, ლოც განავითარებ, ამბიას განავითარებ, მაგალითად რომელიმე ენა თუ არის საწყის დონეზე მაინც ამ თამაშს არ მოკიდოთ ხელი არ ვიცით რომ მეც წლები მოვანდობდა სულ ყოფილად შემესწავლა და მეთამაშე რა როგორც კიდე გითხარით ამის იმამდენ რომ თამაშების შემდეგ არის შედარებითი ორი რა იქ ძალიან მალე ხდება ტერიტორიების დაპყრობა ქვეყნის გაძლიერება და ასე რა აქციებიდან დაპყრობას კი ქმნია რომ რთულია და ძალიან როგორც ძალიან კარგი სათამაშოა რა და აღიესო დრო და ხარჯო ამაზე და მართლა გააგზელო და ითამაშო ნუ შეიძლება საქართველოს ფეოდალებით ითამაშო აგერ მეგონი ბაგრატიონების გვარი იყო სპეციფიცი კიდე ოღონდ აფხაზეთი აგერ ქედან დაიწყო ხარის ხო თბილისი
კახეთი, მცხეთა და ასე შემდეგ. ითვისებ ტექნოლოგიებს. შეიძლება აი სიტყვაზე მაგალითად ახლა სირთულე რა არის. აქ რაღაცა იმებს აკეთებ. ვიღაცა შენი მოკლა რომ განიზრახოს აგერ აი შეთქმულებები წერია რომ მოკლან შეიძლება აქ მაგალითად ვენეციაში ეგეთი სისტემა იყო თუ შენ კანდიდატს ვერ გაიყვა საერთოდ დაკარგო ყველაფერი და ის და რაღაცა პატარა შენი საფეოდალო დარჩეს რა პატარა ბიცა დარჩეს და ბიცის ნაბიჯი დარჩეს და ის ასე ძალიან რთული სათავეში ძალიან მეორებას უნდა მიაქციო და შეიძლება მეტი აგერ ფრაქცია დაიწყოს აჯანყება მოგიწყონ და აგერ 100% 31,000 კაცის გამოყვანა შეუძლიათ ახლა. და რელიგიური ორდენებია და ასე რაღაცები დაამატეს, ადრე უცბად პრიმიტიულად იყო მერგილი დაამატეს რა. რაღაცა დაამატეს. რა ვიცი. არის პანდემიები, ეპიდემიები, აგერ ახლა მძვინვარებს ოსპა, რაღაცა. შეიძლება ვირუსმა მოკლას თუ აშაობა ჭირმა, ქოლერა, რაღაცა, ჩიხოტა, რაღაცა, ესე ძალიან ბევრი რაღაცა. უფრო ძირითადად შავი ჭირი. ირჩევ კანცლერს, მინისტრებს, სამხედრო მინისტრებს, დემეებს, სასულიერო ეპისკოპოსებს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება დაკავდე. რუკა როგორც გითხარით, ძალიან ბევრნაირია აგერ არის. კულტურები, რელიგიები, დიპლომატიური ურთიერთობები, გამოსვლები, პოლიტიკური სისტემები სავაჭრო რესპუბლიკა ბაქმე ახლა ამ მიმართულებით წავედი და რელიგიით არის კათოლიკე, ანუ რაღაცა მოხდა ისეთი რომ კათოლიციზმი გადაიწია როგორც ერესად ეს კათოლიციზმი რომელიც რეალურად ევროპაში დიდი ერეტიკული მიმდინარეობა იყო როგორც ძირითად რელიგიად ჩამოყალიბდა აგერ ბიზანტიაში მაგალითად ახლა არის სავაჭრო რესპუბლიკა ერთი სიტყვით მე გიჩვენებთ რა რომ თუ თამაშის თავი არ აქვს თავით არ დაკავდეთ იმიტომ რომ თქვენი ნერვების და შეგნებული დროის ძალიან დიდი ნაწილს წაიღებს და მაინც არ გექნებათ თქვენ წარმოიდგინეთ პროგრესი და ვერ გაბრაზდებით ხოლმე და დიდ დროს დავუდგეთ და თუ ხეს მოკიდებთ ისჩევიათ რომ ენციკლოპედია ისწავლოთ ამ თამაშის თუ დიდი ხანი სრულფასოვნად ამ თამაშს ვერ ითამაშებთ რა მოკლედ მე რეალურად ვინც ნახავთ ეხლა ახალი კარგი სტრატეგია რომ დავდო მაინტერესებს რა დამიწერეთ კომენტარებში დავიწყოთ თუ არა ერთ-ერთი კამპანია თუ არა და ისევ ეხლა ახალი კამპანია უნდა დავიწყო ისევ ტოტალური უნდა გავაგზავნო როგორც სხვა ფრაქციით ვექშერი მინდოდა სნაიპერელიტი მინდოდა არის ბნელისულების მეორე ნაწილი რომ დამეწყობა რა ისეთი სტრატეგიით გადავწყვიტე გაგზელება და შევაჩერი არჩევანი ამაზე ხარ ამას თამაშობ მე ახლა იმპერია მაგდა ეხლა გავაგზელებ კიდე ბიზანტიას გავანადგურებ აქეთ ამას საფრანგეთის ტერიტორიას ესპანეთს დავიყოთ და მე გადავალ მუსლიმანებზე და მე მონღოლების შემოსევა არ შემოსულა როგორც სიტყვით ესე რა კარგით რა ვიცი ნახავთ ვიდეოს მართლა თხოვნა იქნება უმორჩილესი რომ აი დავიწეროთ მართლა ავაგას ტექნოლოგიებიც როგორ მოხდა ისე მიდიოდოთ ასე შეიძლება ორა სიტყვით ჩათვალეთ რომ მაინტერესებს რა ყველაფერი საუკეთესო და დროებით მომავალ სტრატეგიამდე და მომავალ შეხვედრამდე რა